კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, კიევის გარეუბანში ბილოჰოროდკის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად ახალგაზრდა წყვილი დაიღუპა. ხელისუფლების ცნობით მაშველებმა შენობიდან მათი 4 წლის შვილის გამოყვანა მოახერხეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 50 ბინა. სამედიცინო დახმარება 4 ადამიანს, მათ შორის 2 ბავშვს გაეწია. ამასთან საგანგებო სამსახურის ცნობით დედაქალაქ კიევში 17 სართულიან საცხოვრებელ შენობაზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახურავი და ჩაიმსხვრა ზედასართულის ფანჯრის ბინები. რუსეთმა ქვეყნის ენერგოსისტემაზეც მიიტანა იერიში. ამჟამად კიევის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავდასხმას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დღეს კიევის რეგიონში რუსებმა ქალი და მისი ქმარი დახოცეს. ისინი საკუთარ ბინაში იყვნენ. უმსამძიმრებ მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 4 წლის ბავშვი გადარჩა. მინდა მადლობა გადაუხადო მარიან კუშნიერს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ომის კორესპონდენტს, რომელმაც გაბედულად იმოქმედა და ეს პატარა გოგონა გადაარჩინა. ომი რომ დასრულდეს, მასშტაბური დიპლომატიური ძალისხმევაა მიმართული. ამერიკელები რუსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამას ცდილობენ ევროპელებიც. ამ სიტუაციაში დიპლომატიას ხალხისთვის რეალური წონა და რეალური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. როდესაც რუსეთი აგრძელებს იერიშებსა და თავდასხმებს, ხალხს უჭირს იმის დაჯერება, რომ დიპლომატია კონსტრუქციულია, ან რაიმე შედეგს მოიტანს. ამასთან 28 იანვარს რუსეთმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაპოროჟიაზეც მიიტანა იერიში. დაშავებულია 6 ადამიანი, რომელთაგან 1 საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუბერნატორ ოლეღ კიპერის განცხადებით, რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესის სამხრეთ რეგიონში პორტის ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა 1 ბალისტიკური რაკეტითა და 156 დრონით, რომელთაგან 103 ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.